მიწის სვლა მოხდა ეპიცენტრი დედოფლის წყაროდან 21 კილომეტრის დაშორებით სოფელი ზემო ქედა იყო. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწის სვლის სიმძლავრემ 4.6 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა. ქართული ოცნება ზესტაფონში მერობის კანდიდატს წარადგენს. ის გიორგი გოგლიჩიძე იქნება და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ღონისძიებას. მოგესალმებით, ძვირფასო თანამოქალაქეებო. გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა. ყველას დიდი მადლობა, რომ მობრძანდით დღეს აქ. როგორც იცით, ჩვენი ეს შეხვედრა ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. როდესაც ჩვენ ქართული ოცნება სწორედ თქვენთან ერთად წარვადგენთ ზესტაფონში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატს ადამიანს, რომელიც არის განათლებული, პრინციპული, წესიერი ადამიანი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი, ვინც შეიძლება თქვას, რომ სიმართლისათვის ძალიან გრძელი გზა და ძალიან ბევრი გამოიარა. გიორგი გოგლიჩიძე, მივესალმოთ. როდესაც გიორგის ხელი ჩამოვართვი, კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რისიც ჯეროდა ყოველთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო და ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და უნდა გავაუმჯობესოთ. ძვირფასო ზესტაფონელებო, თქვენ იცით, კარგად თუ რას ნიშნავს ქალაქისთვის კარგი მერი. და სწორედ თქვენი ნებასურვილით ტარდება აქ შუალედური არჩევნები. ეს შუალედური არჩევნებიც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას ესმის თავისი მოსახლეობის ხმა, ესმის თავისი მოსახლეობის დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას. და ზუსტად აი ამისათვის ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ განვაახლოთ ზესტაფონში მანდატი. ავირჩიოთ კიდევ ერთხელ მერი, რომელიც დაასრულებს და ბოლომდე მიიყვანს საქმეებს, რაც დაწყებულია და რაც თქვენ გჭირდებათ. მე ვიცი, რომ აქ აშენდა არაერთი საბავშვო ბაღი, გაკეთდა სვირისა და როდინაულის გზა, გაკეთდა კაპიტალური განახლება სკოლის, შეკეთდა სანაპიროც, გაზიც ბევრ სოფელში და ბევრ ადგილას მიიყვანა ხელისუფლებამ, მაგრამ ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ რჩება კიდევ ბევრი ადამიანი და ადგილები, სადაც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი კონკრეტული საქმე. ხელისუფლების ყურადღებას ელოდებიან ადამიანები და აქაც არიან ასეთი ადამიანები. სწორედ ამიტომ ჩვენ გსურს გთხოვოთ და ჩვენ გვინდა რომ ხარი დაგვიჭიროთ. გავაკეთოთ ეს საქმეები ერთად. მე მინდა სცენაზე მოვუხმო ჩემს მეგობარს, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი კუთხე, თავისი ქალაქი და თავისი ხალხი და პარლამენტში სულ თქვენზე ლაპარაკობს. შალვა კიკნაველიძეს მინდა ვთხოვო. მოგესალმებით ზესტაფონელებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს ხარების დღესასწაული მოგილოცოთ. გისურვებთ ულევს სიხარულს და ბედნიერებას. მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, მადლობა თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენ ყველამ ერთად, ქართულ ოცნებასთან ერთად 2012 წელს მოვიპოვეთ გამარჯვება. უარი უთხარით შიშს, ძალადობას, ტერორს და უსამართლობას ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ და მოვიტანეთ სიმშვიდე, სიწყნარე და სტაბილურობა. ჩვენ ყველამ ერთად ზესტაფონში ამ წლების განმავლობაში ბევრ პრობლემას ღირსეულად უპასუხეთ. თუმცა სირთულეები, გამოწვევები და პრობლემები კვლავ არსებობს. და დარწმუნებული ვარ, ამასაც ასევე ერთობით, ერთიანობით, ერთმანეთის გვერდში დგომით, თითოეული ზესტაფონელის ჩართულობით, მონაწილეობით, მათი აზრისა და მოსაზრების გათვალისწინებით გადავჭრით. ახლა კი მინდა ვისაუბრო ქართული ოცნების
ზესტაფონის მერობის კანდიდატზე, გიორგი გოგლიჩიძეზე. ადამიანზე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ზესტაფონში. ადამიანზე, რომელმაც კარგად იცის ზესტაფონიც და ზესტაფონლობაც. ადამიანზე, რომელმაც კარგად იცის ის პრობლემები, ის სირთულეები, ის გამოწვევები, რაც ჩვენ ზესტაფონლებს გვაწუხებს. გიორგი არის ბრძოლის, შეუპოვრობის სიმბოლო და მე დარწმუნებული ვარ, ეს ერთი შემართებით ის დაიწყებს იმ პრობლემების, იმ გამოწვევების მოგვარებას, რაც ზესტაფონს აწუხებს. მე დარწმუნებული ვარ 19 მაისს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე მჯერა ზესტაფონლების, მჯერა ზესტაფონლობის და მჯერა იმ ქალაქის, სადაც დავიბადე, მჯერა იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც გავიზარდე. და მჯერა იმის, რომ 19 მაისს ზესტაფონი კიდევ ერთხელ სწორ და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ ერთად ამ პროცესში გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. და ბოლოს ზესტაფონის და ზესტაფონლების ხმა არ მესმის, კარგად. ზესტაფონს და ზესტაფონლებს გაუმარ! 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 გაიხარეთ, მადლობა. დიდი მადლობა, შალვა. მე მინდა სცენაზე მოვიხმო ჩვენი გუნდის ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული მინისტრი, რომელიც სულ თავიდანვე ედგა გვერდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ედგა გვერდით თითოეულ თქვენგანს, ვის იბრძოდით სიმართლისთვის და ვინც იბრძოდით იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დღეს უკეთესი. დავით სერგეენკო მინდა მოვიხმო სცენაზე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის. ნება მომეცით, რომ ჩემი დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენთაგანს. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანს, მე აი სულ ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა, რომ რითი არის მნიშვნელოვანი მერის შუალედური არჩევნები. ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ფუნქცია იზრდება ძალიან მნიშვნელოვნად. ეს აღარ არის მხოლოდ, თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, მხოლოდ მშენებლობა, მხოლოდ გზების გაყვანა, მხოლოდ წყალმომარაგების მოწესრიგება, არამედ ეს არის სწორედ სტრატეგიული თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ერთმანეთის ძალისხმევის გაძლიერება იმისათვის, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძნოს გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი გიორგი გოგლიჩიძესთან თანამშრომლობა და მე მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მისი არჩევის შემთხვევაში ძალიან შედეგიანი იქნება, თუმცა ერთ კონკრეტულ საკითხზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანსაღი გარემო დაასახელა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ზესტაფონისა მთლიანად საქართველოსთვის, მაგრამ ზესტაფონისთვის გარემოს სავარაუდო მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სულ არის საუბარი, სულ არის დისკუსია, არის მცდელობები, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა სამემართულებით, რომელიც გადაიდგმება კიდევაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უკვე მქონდა ბატონ გიორგისთან წინასწარ კონსულტაცია ამაზე და ჩვენ ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს ერთმანეთთან უკვე, რომ ეს გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზესტაფონისთვის და ზესტაფონის მომავალი მერისათვის იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მე მჯერა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას გავაკეთებთ. ეს არის როგორც სახელმწიფო პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების. მე მართლაც ჯერა გულწრფელად, რომ ეს მიმართულება, რომელიც ასე აქტუალურია, ბევრი ამ მიმართულება არის აქტუალური, სოციალური ჯანდაცვა, მაგრამ ზესტაფონისთვის, როგორც ინდუსტრიული ქალაქისთვის, აი ეს გარემოს ზეგავლენა ჯანმრთელობაზე არის ერთ-ერთი მთავარი თემა და მე მჯერა, რომ ამ ადამიანთან ერთად მივახცევთ წარმატებას ამ თანამშრომლობაში. მე კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა მოუხადო თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისათვის და წარმატებები უსურვო გიორგი გოგლიჩიძეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო დავით. ახლა კი მინდა სცენაზე მოვიხმო ასევე თქვენთვის კარგად ცნობილი ადამიანი, რომელმაც ჯერ
თელ მსოფლიოს გააცნო ქართული კულტურა, იყო იმერეთის გუბერნატორი, დღეს არის პარლამენტის წევრი და აქ არის დღეს ჩვენთან ერთად ბატონი გივი ჭიჭინაძე. გთხოვთ ბატონ გივი. გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო ზესტაფონელებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მართლაც დღეს არის დიდი სიხარულის დღე, მინდა რომ თითოეული თქვენთაგანი იყოს გახარებული და ბედნიერი ჩვენ ქვეყანასთან ერთად. თქვენ ხართ უძველესი ადამიანები, მართალია ზესტაფონი არ არის დიდი ხის ქალაქი, მაგრამ აქ ქვისხანიდან ცხოვრობდნენ ჩვენი და თქვენი დიდი წინაპრები და იქიდან დაწყებული დღემდე უამრავი ისეთი ტრადიციებია შექმნილი, ისეთი მიმართულებებია შექმნილი ცხოვრების სული, რომელიც მარტო ზესტაფონებისთვის არის დამახასიათებელი. ის უზარმაზარი თუნდაც იმერული სტანდარტმაყურებელობა, გვერდზე დგომა ჩვენი ქვეყნისთვის თავის გაწირვა და ჩვენი ქვეყნისთვის გვერდზე დგომა. განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა ყოველთვის ზესტაფონები და მითხა ხაზი გაუსვა ამ ფენომენს, თუნდაც ის ფაქტი მინდა ვახსენო, რომ 4 ადამიანია დასაფლავებული თაწმინდას და ჩვენს წმინდა ადგილზე ზესტაფონელიეს, ჩემზე კარგად მოგესალმება დიდი უშანგი ჩხეიძე, დიდი სერგო ზაქარიაძე, დიდი შალვა დადიანი და ჩემი დიდი წინაპარი, დიდი ზაქარია ჭიჭიდაძე. ასევე სხვა მიმართულებითაც გამოირჩევა ზესტაფონი, ჯერ მარტო სულიკო რო ვახსენო, სულიკო რომელთაც ჩვენ ქვეყანას ცნობს მთელი სოფლიო. და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მელოდია მთელ სოფლიოში ეს ზუსტად ვარიკა წერეთელი, უბრალოდ ვარიკა მაჭავარიანი წერეთლის დამსახურებაა და რომელი ერთი მიმართულება არ გავიხსენო ზესტაფონელების, თუნდაც ელდარ გეწაძე ეს ჩვენი სოფლიოს მომღერალი მართლა საოცარი ადამიანი და ამ დიდი ფენომენალური ხმის მქონე პატრონი და უამრავი ხალხი რომელიც ეკიდეს არ თქმა უნდა არ მოგვიხსენებია და რა თქმა უნდა მინდა გავიხსენო ზესტაფონის რაიონ სოფელ ქვედა საქარაში დაბადებული და გაზრდილი დიდი დიმიტრი უზნაძე, რომელმაც შექმნა განსაკუთრებული თეორია, განწყობის თეორია და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო დიმიტრი უზნაძე და ყველა განვეწყოთ, ყველა კიდევ ერთხელ განვეწყოთ და კიდევ ერთხელ დაუდგეთ ჩვენ ქვეყანას გვერდზე. და მხარი დაუჭიროთ მართლა ღირსეულ კანდიდატ და გამორჩეულ ადამიანს ბატონ გიორგი უგლიჩიძეს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან.